სამსახური 293-44-05. კივნეული თემები და პროფესიონალი ექიმის რჩევები. დაავადებები და მათთან ბრძოლის გზები. სამედიცინო სერვისი და ყველაზე აქტუალური კითხვები გადაცემაში. ექიმის თაიმსი ეკა სეხნიაშვილთან ერთად. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერშია ექიმის თაიმსი ეკა სეხნიაშვილთან ერთად მულტიმედია პლატფორმაზე Georgian Times-ში. მაშასე თქვენ გვისმენთ FM 92-სა და 3-ზე და გვიყურებთ ტელეკომპანია Georgian Times-ის ოფიციალურ ვებ პორტალზე, ოფიციალურ გვერდზე. ძალიან საინტერესო თემები გვაქვს გადაცემის მესამე ნაწილის. ეს გახლავთ გრიგოლ მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის 90 წლის იუბილე. კლინიკის გზა მიღწევები შეიძლება ითქვას მთელი ამ ინსტიტუტის, ამ დარგის ერთ-ერთი პიონერის და ფუძემდებლის მიერ დანერგილი ყველა ის მიდგომები, რაც დღეს უკვე საერთაშორისო გაიდლაინების სისტემაში არის აქტიურად ჩართული და წარმოადგენს ყველასათვის საამაყო ქართული მედიცინის დარგს. სისხლისა და სისხლის სისტემათა დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობის უახლესი მაღალტექნოლოგიური გზები, მეთოდოლოგია, კლინიკური ტრანსფუზიოლოგია, როგორც ასეთი, ასევე იქ ჩაშლილად ლაბორატორიული ჰემატოლოგია, კლინიკური ჰემატოლოგია, ლეიკემიებისა და ლიმფომების დიაგნოსტიკა. მოკლედ, ყველაფერი სისხლისა და სისხლის სისტემათა დაავადებების შესახებ, რაც კი შეგვიძლია, რომ ელექტრონულ ფორმატში აღნიშნული ქრონომეტრაჟის ფარგლებში წარმოგიდგინოთ, ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ბანკი, დონაცია და მიღწეული შედეგები. ეს გახლავთ ის სისხლის ბანკი, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართული სახელმწიფოს გარდატეხის ასაკის შემდგომ მასთან ერთად ვითარდებოდა და ასე ვთქვათ შეიძინა დღეს აბსოლუტურად სრულყოფილი, სრულად მაღალ ევროპულ დონეზე აღჭურვილი სისხლის ბანკი მიიღო საქართველოს სახელმწიფომ და ქართულმა საზოგადოებამ და ვისი დამსახურება ეს თუ არა ქალბატონი ნატალია კვანტალიანის ბიზნეს ქალბატონი ჰემატოლოგიის ინსტიტუტის და სისხლის ბანკის დამფუძნებელი და რომელიც თამამად ჩვენი მსმენელების, მაყურებლების, ჩვენი ლოკალური მონიტორინგის შედეგად დასახელებული და წარდგენილია წლის ოქროს ვარსკვლავზე სისხლის ბანკის განვითარებისთვის, თუმცა მე დავამატებდი, რომ მთლიანად აი ამ დარგის, მათ შორის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის გადარჩენის, განვითარებისა და იმ რებრენდინგისთვის, რაც რარსახითაც დღეს წარმოდგენილი არის უკვე ქართულ სამედიცინო არეალში ტრანსფუზიოლოგიისა და ჰემატოლოგიის ინსტიტუტი და სისხლის ბანკი და ასევე ჩვენი მეორე სტუმარი, ასევე გამორჩეული პროფესიონალი ქალბატონი თამარ ნიკურაძე, ექიმი და გენეტიკოსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ამავე დროს გახლავთ ონკოგენეტიკოსი და ასოცირებული პროფესორი, რომ იტყვიან, აი სრულად ვართ წარმოდგენილი სტუდიაში იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ ინსტიტუტის განვითარებაზე, ასევე სისხლის დაავადებათა სისტემების შესახებ დღეს არსებულ სურათზე. მადლობა პატივცემულ სტუმრებს სტუდიაში მობრძანებისათვის. ქალბატონ ნატოს მე სიმბოლურად ეთერში გადავცემ სწორედ ამ პრიზს, ეს არის სისხლის ბანკის განვითარებისათვის. ვფიქრობ არის ჯილდო, რა თქმა უნდა, ძალიან მეც და დიდ სიმსახურებს ქალბატონი ნატო და ალბათ ისტორია, სამედიცინო ისტორია და საქართველოს ისტორიაც თავის ადგილს მიუჩენს ქალბატონ ნატოს, როგორც მათ შორის ამ დარგის განვითარების ხელშეწყობისათვის და ჩემთვის დიდი პატივია, რომ მობრძანდი დღეს აქ სტუდიაში. ქალბატონ ნატო, ბევრი რო აღარ ვისაუბრო თქვენს დამსახურებებზე, მართლაც განუზომელია თქვენი წვლილი. პირდაპირ საქმეზე გადავალ გრიგოლ მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტი 90 წლის გახდა. გრიგოლ მუხაძე ეს ის ადამიანი იყო, ვისაც უკავშირდებოდა საქართველოში ამ დარგის ჩამოყალიბება და განვითარება სხვა იმ დროინდელ საერთაშორისო მოღვაწეებთან ერთად. თქვენმა ინსტიტუტმა დაიბრუნა მისი სახელობის სახელი, ამასაც გილოცავთ 90 წელს და ვიცი რომ ძალიან გრანდიოზულად და როგორც იტყვიან დამსახურებულად აღნიშნეთ სწორედ ეს იუბილე თქვენ. მოგვიყევით მცირედით აი ამ იუბილეზე, რომელიც ამ რამდენიმე დღის წინ ჩატარდა ამ ვირტმორისში. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის. მივესალმებით თქვენ, მოგესალმებით თქვენს მაყურებელს და ყველა იმ საზოგადოებას, რომელსაც ამ თემებთან ყველა თავისი საკითხთან დაკავშირებით ყველას აინტერესებს და უნდა სიახლეები გაიგოს. მადლობა პირველ რიგში დაფასებისათვის. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც თავისი დამსახურებულად არ აინტერესებდეს და არ ახარებდეს ის გარემო, რომელიც სხვა ადამიანი მათ შრომებს ხედავს და აღნიშნავენ.
ნამდვილად წელს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი წელი, 90 წელი შევასრულდა ჰემატოლოგია ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტს და მინდა ყველა ჩემ თანამშრომელს, ყველას უკლებით და იმ პაციენტებს, ის 1500 ონკოლოგიურ პაციენტს, რომელიც ჩვენი ბანკის მომსახურების ჰემატოლოგია ტრანსფუზიოლოგიის სარგებლობს, იმ დამსახურებულ პროფესორებს მიულოცო და ვინაიდან შეინარჩუნეს თაობები, რომელიც თავისი თაობები მოდიან დამსახურებულად და ჰემატოლოგია ტრანსფუზიოლოგიის მესეურებს წარმოადგენენ საქართველოში. ამაყივა, როცა ჰემატოლოგია ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტიდან აღზრდილი სტუდენტები და ერთ-ერთი სტუდენტი ჩვენს წინაშეა და მოწვეული, რომელიც აბსოლუტურად საქართველოში წარმატებულად მოღვაწეობენ, ბევრი ჰემატოლოგია ტრანსფუზიოლოგიის დარგი და წარმატებული ექიმი ბრძანდება და ეს ჩვენი ინსტიტუტის ახსნილები არიან. რაც შეეხება ღონისძიებას, რომელიც აი კადრებს ვხედავთ, ახლა პირდაპირ ძალიან კარგად ჩაიარა აღნიშნულმა 90 წლის იუბილე. ზუსტად აი თქვენ კადრში ქალბატონი ადა კიკნაძე ნახეთ, რომელიც თავისი მშობლებით და ოჯახის წევრებით ჩვენი ინსტიტუტში მუშაობენ და არ მაქვს უფლება, რომ პატივი არ მივაგო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დღესაც ისტორიას და საამაყოთ მინდა ვთქვა, რომ არის ანალიზების ისეთი სიტუაცია, რომელიც მხოლოდ საქართველოში ჩვენთან, ჩვენ ინსტიტუტში მზადდება და ექიმებისთვის მყარ გარანტირებულ სიტუაციას წარმოადგენს. ნამდვილად დამსახურება ეს ქალბატონ მარინა აბაშიძეს, ქალბატონ მანანა ღირდალაძეს და ქალბატონ ნანა ლოლიაშვილს, ადა კიკნაძეს, ლალი ჯანაშიას, ბევრი ისეთი ადამიანები არ მინდა ჩამოვთვალო, ესეთი მიმართულება, რომ მათი ღვაწლი დაფასებული არ იყოს, შეფასებული არ იყოს. ჩემი მთავარი მიზანი არის, რომ ყველა ადამიანს შრომა და უანგარო თავისი დამოკიდებულება დაუფასო და აუღნიშნოთ. ეს რაც იყო ბილდმოში და აქვე სარგებლობ შემთხვევით ყველა იმ უანგარო დონარს, რომელიც გამოვლინებულია საქართველოში ჩვენს მიერ წყლის საუკეთესო დონორს, აქედან 10 საუკეთესო დონორი შეირჩა, უანგარო დონორი და 5 ორგანიზაცია, ტელევიზიები, თქვენი ტელევიზიასაც გადაეცეს დამსახურებულად უანგარო თქვენ თანადგომა, რომელიც აბსოლუტურად უანგარო დონაციის გაშუქებაში და მათი წარმატებული და საზოგადოებამდე მიღწეული იქნას ყველა აზრი უანგარო დონაციასთან დაკავშირებით, მინდა თითოეულს მოგილოცოთ და მიულოცო. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ქალბატონ თამარ ნიკურაძესთან გადავინაცვლებ. ქალბატონ თამარ, თქვენ შემოუერთდით ხომ ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტს, თქვენი განვლილი ბექგრაუნდით, თქვენი ამ სეგმენტში ძალიან მაღალი კვალიფიკაციით, დაგროვილი კვალიფიკაციით. რა სიტყვით დღეს მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტზე როგორი არის თქვენი შეხედულება და როგორ არის კლინიკა დღეს ამ სამედიცინო სეგმენტზე წარმოდგენილი? ძალიან დიდი მადლობას მოგახსენებთ პირველ რიგში მოწვევისთვის. ნამდვილად გრიგოლ მუხაძემ 1935 წელს დააფუძნა არსებული რესპუბლიკური სისხლის გადასხმის ბაზაზე სამედიცინო ჰემატოლოგიური და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტი. თავიდან ეს იყო 1932 წლის ბაზა. შესაბამისად, მისი პირველი სახე, ასე ვთქვათ, შენარჩუნებული არის თაობების, პროფესორების, აკადემიკოსების და ექსპერტების გუნდით, თაობათა გუნდით, ანუ ტრადიციებით მოვყვებით, რა თქმა უნდა, თანამედროვე სტანდარტებს და დღევანდელი მდგომარეობით ჰემატოლოგიის და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტში მიმდინარეობს უმაღლესი სტანდარტის, მათ შორის ლეიკემიების, ლიმფომების და მიელომების, რაც ქალბატონმა ნატალიამ აღნიშნა, მიელომების მხოლოდ აღნიშნულ სამედიცინო ცენტრში დიაგნოსტიკა და მკურნალობა, უმაღლესი სტანდარტის პოლიქიმიოთერაპიული კურსები და ყავთ დაახლოებით 1500 ონკოპაციენტი, რომელსაც საქართველოში უტარდებათ სრულად მკურნალობა და რემისიის შემთხვევებიც ძალიან მაღალია. დიახ.
კი ბატონო. მიდგომები ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ ახსენეთ, რომ ტრადიციული მიდგომები, რომლითაც გამოირჩეოდა გრიგოლ მუხაძის სკოლა, ხო, ტრანსფუზიოლოგიაშსა და ჰემატოლოგიაში, მინდა რომ ჩავშალოთ უფრო კლინიკური ტრანსფუზიოლოგია გვაქვს წარმოდგენილი თავის ლაბორატორიული ინსტრუმენტალური კვლევებით, რა ლეიკემიებისა და ლიმფომების დიაგნოსტიკა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა ზოგადად მედიცინაში და თუ აკმაყოფილებს კლინიკა ამ სტანდარტებს, როგორ მოხდა მისი გადაიარაღება და ეს შერწყმულად როგორ ფუნქციონირებს ძველი და ახალი თაობის, აი ნოზოლოგიებთან ბრძოლის, ასე ვთქვათ, და ამ მიმართულების განვითარების მთავარი პერსპექტივები მოგახსენებთ, აი სწორედ ტრადიციებით, როდესაც ინერგებოდა თითოეული ნოზოლოგიის დიაგნოსტიკა, თითოეული ნოზოლოგიის დანერგვა და ინსტიტუტი მუშაობდა როგორც პედაგოგიური კუთხით, ასევე ექსპერიმენტული და სამეცნიერო კუთხით და მუშაობის პროცესში ვითარდებოდა თითოეული ნოზოლოგიის მკურნალობა, ჩვენ დღეის მდგომარეობით თანამედროვე, ასე ვთქვათ, ხდება როგორც შეუიარაღებელი თვალით პერიფერიული სისხლის დიაგნოსტიკა, ასევე ხდება ძვლის ტვინის დიაგნოსტიკა, ასევე ხდება ციტოგენეტიკა, მიელომების დიაგნოსტიკა, სხვადასხვა ტექნოლოგიური სისტემებითაც შესაბამისად სრულიად აღჭურვილები არიან გარდა არამხოლოდ გამოცდილებისა და იმ ექსპერტული მიდგომებისა, როგორი კადრებითაც არის დაკომპლექტებული სამედიცინო ცენტრი, მიმდინარეობს მკურნალობა, დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკური ღონისძიებებიც. დიახ. ძალიან კარგი. ჩვენ რა თქმა უნდა უფრო დაავადებების და მიხედვით კიდევ დაგიბრუნდებით და ჩავშლით ამ თემებს, ქაბატონატოსთან მინდა გადავინაცვლო სისხლის ბანკის განვითარება. მე როგორც ჟურნალისტი ჩართული ვიყავი პირველივე დღიდან ჯერ ზედმიწევნით ვიცი ქალბატონ ნატომდე, რას წარმოადგენდა აღნიშნული ბანკი, რა მდგომარეობაში იყო, რა პროდუქტი ჩაიბარა ქალბატონმა ნატომ და რა აქცია. აი ეს მთელი გზა ქალბატონ ნატოსთან ერთად რაღაცნაირად თითქოს რაღაც ბოლოდროინდელი მთლიანად სახელმწიფოს განვითარების მაჩვენებელიც იყო, თქო და ქალბატონ ნატო, მე მახსოვს თქვენივე დაკაპიწებული ხელებით როგორ მიბრძანდით გავთარაძეზე სისხლის ბანკში მდებარეობდა ხომ ეს მაშინ და როგორი იყო ასე ვთქვათ თქვენი ის პირველადი განცდები და შემდეგ ყოველთვის ამბობთ ხოლმე და რაღაცნაირად მაყურებელმაც და მსმენელს სწორედ სისხლის ბანკთან ადაპტირებულად გამოგარჩიათ მიუხედავად თქვენი დიდი ბიზნეს სამუშაო არეალისა რომ რა გრძნობაა ეს გრძნობა როდესაც შემდგომ უკვე მიიღებ აბსოლუტურად მოწესრიგებულ სისტემას თანამედროვე და აღჭურვილ ევროპული დონის სისხლის ბანკს თამამად შეგვიძლია ვთქვათ ძალიან დიდი მადლობა დასმულ კითხვისგან გამომდინარე ნამდვილად როდესაც სისხლის ბანკი 2010 წელს ჩაუდექი და ღია აუქციონით მოხდა ამ სფეროში ჩემი ჩართულობა თქვენ იცით რომ მედიცინის მუშაკი არა ვარ მაგრამ აქედან გამომდინარე ყველა ძალისხმევები და ყველა სიტუაცია გამოვიყენეთ ჩაუდექი სათავეში და ის გამოცდილება პრაქტიკული ექიმებისაგან ის იმ ქვეყნებისაგან სადაც წამყვანი დარგის სისხლის ცენტრალური სისხლის ბანკები არიან ეს არის ისრაელის ვითანამშრომლი ისრაელის ცენტრალური სისხლის ბანკსაც სადაც აი ამ დღეებში აი ამ წელში უკვე მათი საპატიო სტუმარი ვიყავი როდესაც ძალიან დიდი მნიშვნელოვანი ძროები შეიქმნა ბევრი ძალიან ამ სისხლთან დაკავშირებით მიდის არ მინდა მოვლენებს გავუსრო ყველაზე პირველი რაც კი სისხლთან და სისხლის კომპონენტებთან დაკავშირებით არის და მუშავდება და გვინდა რომ საქართველოს გამონაკლისი არ იყო თქვენ დარბაზში შენიშნავდით მოწვეულ სტუმრებს ეს იყო ისრაელისთან ეს იყო თურქეთიდან სადაც ჩვენი პაციენტები დიდი ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი უშუალოდ მიემგზავრებიან ისრაელსა თუ თურქეთის სხვადასხვა ქვეყნებთან ერთად მაგრამ როცა სტატისტიკა შევისწავლეთ ყველაზე დიდი რაოდენობით პაციენტის გადადადგილება ხდება აი ამ ორ ქვეყანაში ჩვენ ყოველთვის ძლიერი ვართ როდესაც სხვის ჩვენ შევისწავლით და დავნერგავთ იმ ისეთ სიახლეებს რომელიც ამ საკითხთან ჩვენ ქვეყანა ჩვენ დარგს ჩვენ მიმდგომას ჩვენ სასიკეთო იქნება და კეთილდღეობად იქნება გადაიცემა ყველა
ჩვენ ადამიანს. რაც შეეხება სისხლთან დღესაც ქალბატონიკა ძალიან მოხარული ვართ, იმიტომ რომ დავაფასეთ ძველი ყველა თანამშრომლის ეხლაც ჩვენ სისხლის ბანკში თანამშრომლები, რომელიც გამორჩეულად ჯერ კიდევ დიდი და 50 წლიანი, 62 წლიანი ეს სტაჟი გაგიკვირდებათ, ხო? და კადრებშიც, როცა შემოწყვეტ სტუმრებს უბასპეძლით ჩვენივე შენობაში, ახალი შენობაში ბუდაპეშტში გადავედით და ჩვენ აქ გავაცანი ყველა თანამშრომელი, რომ აბსოლუტურად როგორც სისხლის ბანკის, ისე პროფესორი, მასწავლებლები და ინსტიტუტის წარმომადგენელი აღფრთოვანება ვერ დაფარეს. თანამშრომლები, რომელიც 50 წელი მუშაობს, 45 წელი სისხლის ბანკში მომუშავე სტაჟით ქალბატონ თინა ხუღაშვილს მადლობა არ მინდა, აი როგორ არ გამოყვა ადამიანი, ციცო ბრეგვაძე, სისხლის ის თანამშრომლებთა ჯგუფი და საქართველოში განსაკუთრებით ყველა კუთხეში. ძალიან დიდი მადლობა სამინისტროს მინდა გადავხადო, ჯანდაცვის რეფორმებთან დაკავშირებით, მართალია ეს უანგარო დონაციასთან გადასვლასთან დაკავშირებით, ცოტა ეს ნაწილი შესწავლილად და სამინისტროს მესეურები სისხლის ბანკის მესეურებთან ერთად ჰემატოლოგია ტრანსფუზიოლოგებთან ერთად აი მსჯელობენ საკითხს სწავლობენ დაავადებათა კონტროლს უდიდესი მადლობა მინდა გადავხადო მარტო იმიტომ რომ ჩვენ ყველა ერთად ვცდილობთ გამოსავალი სწორად ვიპოვოთ როგორ გადავიყვანოთ ქვეყანა უანგარო დონაციაში და როგორც სისხლის ბანკები გადავიდნენ IP-ის სისტემებზე მართალია მე ამ საკითხთან დაკავშირებით ეს პროექტია სადაც როგორც ბიზნესმენი არც არ გველოდები არცაც ყველაზე დიდი ამაყი ვარ იმ გარემოებით რომ მე დღეს და ამაყათვსი ვარ და ჩემი ქვეყნის მიერ რამდენიმე სისხლის ბანკი კეთილსინდისიერად ემსახურებს განსაკუთრებით სამდრედია მინდა გამოვყო საიდანაც წარმოშვებით ვარ და ის დასავლეთის ზონა ყველა ჩემ სისხლის ბანკებს არსებულ საქართველოში ჩვენს კოლეგებს მინდა დამდეგი ახალი წელი მიულოცე და ღირსეულად უსურვოთ რომ ჩვენ ვიყოთ სადარაჯოზე ხალხის სადარაჯოზე რომელთაც ეს განცდა მათ არ გქონდეთ კი ბატონო ასევე მნიშვნელოვანია დამეთანხმებით როგორც ამ საქმის პროფესიონალები სისხლის ბანკის დროს უსაფრთხოების და ხარისხის თვითეულ ნიუანსს. გნებავთ ქალბატონატო თქვენი საუბრით, გნებავთ ქალბატონი თამარი, ალბათ შესაძლოა ორივე ამაზე გაამახვილოთ ყურადღება. ეს ცალსახად ერთ-ერთი პრიორიტეტული არის, მე ვიცი რომ მაღალი ფრანგული დონის გადაიარაღება ჰქონდათ, იმავე სისხლის შენახვის და შემდეგ დონორებთან ურთიერთობის ყველა ფაზა არის აი ხა სიახლეებს ზუსტად აი ეს ორი ქვეყნიდან წარმომადგენლებით ზუსტად ყველა სიახლეს რაც კი აბსოლუტურად ყველაზე პირველი პულზე ხელი გვედეს ეს იქნება სისხლის ბანკი თუ ჰემატოლოგია ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტი და მადლობა ახალგაზრდა კადრებს ახალგაზრდა ასოცირებული პროფესორი რომელიც ჩაუყენა ერთ-ერთ განყოფილებას და მთლიანად ორივე დარგს სათავეში მეტნაკლებად იმ ხარისხი ძალიან ერთ-ერთი დამატებითი სფერო ქალბატონ თამუნას შეუთავსეთ ხარისხის კონტროლი სისხლის ბანკსა და ჰემატოლოგია ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტში დამატებით მარტო იმიტომ რომ მათ გამოცდილება გამზადება დაცული უცხოეთში აქვს ამ ახალგაზრდა ქალბატონს და ჩემთვის იცით ქალბატონო ეკარო ახალგაზრდობას მე სისტემას ვაწყობ ისეც ვაწყობ და მე სრულად შეთანხმებულად არის ასე ვთქვათ ძველი გამოცდილება და ახალი სისხლი ხო ქალბატონ თამარ თქვენი მოსაზრება თქვენი როგორც გამოცდილი სპეციალისტის აი ამ სისხლის ბანკის მუშაობასთან იმავე უსაფრთხოების დონაციის სისტემის სრულ აღჭურვასთან დაკავშირებით მოგეხსენებათ სახელმწიფოსთან მუდმივად საჭიროა ჩვენი კოორდინაცია და 2026 წლის 1 აპრილიდან ბრძანების საფუძველზე არის როგორც უსაფრთხო სისხლის პროგრამა ასევე ჰემატოლოგიის და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის კუთხით აუცილებელია მუდმივად განახლებადი ISO აკრედიტაცია რომელიც აუდიტის მუდმივ კოორდინაციაში ასევე ყოფნა საჭიროებს შესაბამისად ყველა პაციენტის ყველა შემთხვევის ყველა манипуляციის გაწერილი სტანდარტული ოპერაციული პროცედურები არის საჭირო და ჩვენ დავიწყეთ ამაზე მუშაობა, რა თქმა უნდა, იმ პროფესიონალ გუნდთან ერთად, რომელიც მუშაობს და ვეცნობით სტრუქტურას ვნერგავთ, რომელსაც ჩაშტილად თითოეული ადამიანი ხარისხობრივათაც ასევე გაწერს და პასუხისმგებელი იქნება როგორც პროფესიული კუთხით, ასევე დოკუმენტურად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
კი ბატონო. თქვენ ხომ არ დაამატებდით რამეს კონკრეტულად, ვიდრე რეკლამაზე გავალთ სისხლის ბანკის აი იმ ბოლო მიღწევებზე და ევროპულ ხარისხთან თავსებადობაზე. რაც შეეხება პირველი რაც მინდა ყველამდე სადაც კი ხმა მიმიწდება, ყველას მინდა ვთხოვ მარტო იმიტომ რომ ყველა გაღებული სისხლის სამი გადარჩენილი სიცოცხლეა და ეცადოთ ჩვენ განსაკუთრებით ამ თემასთან დაკავშირებით მუშაობა, დიდი მუშაობა ყველა ბანკებთან ერთად 4 სისხლის ბანკები გვაქვს მხედველობაში აიპთან დაკავშირებით, რომ ჩვენ შევქმნათ დიდი მეგობარი ოჯახი, სადაც 20,000-მდე მეგობარი დონორი გვყავს ჯერჯერობით, რომელიც სტაბილური ნებისმიერ დროს, როდესაც ჩვენის და დეფიციტი გვექნება, ჩვენის უკვე დიდი არა მარტო მეგობარი დონორი, არამედ ჩვენთვის ის ძალიან ახლობლები არიან. აქედან გამომდინარე, ყველა სიახლე, რაც კი არსებობს ქვეყანაში, რაც კი არსებობს მსოფლიოში, გვინდა დავნერგოთ ჩვენი ქვეყნიდან გამომდინარე, ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე და გვინდა მოვუწოდოთ ყველა ადამიანს, რომ თითო გაღებული სისხლი ეს გმირობის ტოლფასია და მათივე გადარჩენილი სიცოცხლეები ჯერ კიდევ ძალიან ბევრი კეთილ საქმეს ემსახურება მათივე გაღებული თუნდაც ეს 200 გრამის სისხლია თუ 450 გრამის სისხლი, რაც მთავარია ხარისხთან შემართებაში უნდა იყოს ეს შეთავსებული. კი ბატონო, გავიდეთ რეკლამაზე და რეკლამის შემდეგ უკვე კონკრეტული კითხვები სანდო და პაციენტებისთვის სუფასოვანი კვლევების ჩატარება. კივნეული თემები და პროფესიონალი ექიმის რჩევები. დაავადებები და მათთან ბრძოლის გზები. სამედიცინო სერვისი და ყველაზე აქტუალური კითხვები გადაცემაში. ექიმის თაიმსი ეკა სეხნიაშვილთან ერთად. რადიო ჯორჯიან ტაიმსის სარეკლამო სამსახური 293-44-05. ავერსში გულების აქციას საკვები დანამატებით შეუერთდა. დააგროვე გულები და მიიღე 20-დან 50%-მდე ფასდაკლება კოსმეტიკისა და ჰიგიენის, ბავშვთა მოვლის, კვების, საფენების რჩეულ ბრენდებსა და ახლა უკვე საინ ფარმას და ნატურმილის საკვებ დანამატებზე. დეველოპერული კომპანია ნიუ გრუპი გთავაზობთ ბინებს და კომერციულ ფართებს ქალაქის სხვადასხვა უბანში, როგორც მიმდინარე, ისე დასრულებულ პროექტებში. საბურთალოზე, ვაზის უბანში და დიღომში, ყველა ბინა ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით. ჩვენთან არის 0%-იანი შიდა განვადება, 10%-იანი პირველადი შენატანი მიმდინარე პროექტებზე და თქვენზე მორგებული გადახდის პირობები ჩვენს პარტნიორ ბანკებთან. არ გადადო ხვალისთვის და ვიკავშირდით დღესვე ნომერზე 599-47-59-59. ასევე გადმოდით ჩვენ საიტზე www.newgroup.g და დაათვალიერე ყველა ბინა მარტივად. ჩვენი გაყიდვების ოფისი მდებარეობს ქალთარაძის ქუჩა ნომერი 60. ჩვენ ვაშერებთ მომავალს. რადიო ჯორჯიან ტაიმსის სარეკლამო სამსახური 293-44-05. კივნეული თემები და პროფესიონალი ექიმის რჩევები. დაავადებები და მათთან ბრძოლის გზები. სამედიცინო სერვისი და ყველაზე აქტუალური კითხვები გადაცემაში. ექიმის თაიმსი ეკა სეხნიაშვილთან ერთად. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, შეგახსენებთ თქვენ უსმენთ და უყურებთ ექიმის თაიმს ეკა სეხნიაშვილთან ერთად. დღეს ასე ვთქვათ წლის ბოლო ექიმის თაიმსია და რაღაცნაირად ქალბატონები შეგროვდნენ ჩვენს ეთერში და ძალიან კარგია, იმიტომ რომ იმაჩნია რომ ძალიან კარგი აურა და განწყობა აქვს ქალს და თან ისეთ მნიშვნელოვან თემაზე ვსაუბრობთ, როგორიც არის სისხლი და თან ჩემთვის ორმაგაცა ამაყვა რომ ქართული ბიზნეს დივიდენდი ამ საქმეში და შეიძლება ითქვას რომ ჰემატოლოგიის და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის გადარჩენა თავის დროზე. ხო, ახლა განვითარებაზე ვსაუბრობთ, მაგრამ მე მახსოვს რა იყო ქალბატონ ატოსთან ერთად, როგორ მოცემულობაში შევიდა ის ადგილზე და რა მივიღეთ დღეს. ასე რა მივიღეთ დღეს, ქალბატონ თამარ, თქვენთან მინდა გადმოვიდე. დღეს სერიოზული პრობლემა მაინც სანდო და სრულფასოვანი კვლევების ჩატარება. მე
ვიცი ქალბატონი მარინა აბაშიძე ხშირად ყავს ხოლმე სტუმრად, როგორც ამ დარგის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი და ძალიან უყვართ ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს, იმიტომ რომ რა კითხვაც გინდა იყოს, კაცო, გამოგზავნეთ, გამოუშვით, ყველაფერს პასუხობს. მაგრამ დღეს იცით, რომ იმავე ჰემატოლოგიური მიმართულებით საკმაოდ ისეთი რთულია და სამუშაო არეალი, რითი არის გამორჩეული ამ ხრივ ტრანსფუზიოლოგიის და ჰემატოლოგიის ინსტიტუტი, სისხლის სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკა. რა თქმა უნდა, ეხლა გადაცემის ფორმატში სათითაოდ რთულია საუბარი, მაგრამ თქვენ როგორც პროფესიონალმა, რომელსაც გაქვთ უკვე ევროპული გამოცდილება და საერთაშორისო ბექგრაუნდი, რა ძირითადი პრიორიტეტები აქვს და რატომ უნდა გენდოთ პაციენტი, რომ მოვიდეს და იკვლიოს სისხლის მდგომარეობა თქვენთან? დიახ, მადლობა კითხვისთვის. პირველ რიგში ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ეს ეფუძნება პროფესიონალის გამოცდილებას, რომელიც უდაოდ არის ისეთი პროფესიონალთა გუნდი, რომლებმაც ჩვენ გაგვზარდეს და არა მხოლოდ ჩვენ, ანუ ეს არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰემატოლოგიის კათედრა ასევე, დაკომპლექტებულია სრულიად ძალიან დიდი გამოცდილებით არიან როგორც ექსპერტები, ასევე პედაგოგები, რომლებიც სამეცნიერო ნაწილით მოდიან თითოეული ნოზოლოგიის დანერგვის პარალელურად. შესაბამისად, პირველი და აუცილებელი იარაღი არის ნებისმიერი დაავადებისთან ბრძოლის, ეს არის აუცილებლად გამოცდილება და სწორედ ის გამოცდილებასთან გვაქვს საქმე და აუცილებლად ლაბორატორიული კვლევები, რომელიც და ინსტრუმენტულიც ასევე, რომელიც აზუსტებს იმ კონკრეტულ გადაწყვეტილებების მიღებას, საიდანაც ვიღებთ კონკრეტულ დიაგნოზს და შესაბამისად ადვილია უკვე მართვა ნებისმიერი დაავადების. სამიზნე ამ შემთხვევაში არის სისხლი და სისხლის სიმსივნეები, კონკრეტულად ლეიკოზები, ლიმფომები და მიელომები, რომელიც წამყვანი არის ჰემატოლოგიის ინსტიტუტში დიაგნოსტირების კუთხით, სწორედ იმ მეთოდებით, რომელიც მხოლოდ ჰემატოლოგიაში კეთდება, ჰემატოლოგიის ინსტიტუტში კეთდება, ასევე დიდი გამოცდილებით კეთდება ციტოგენეტიკა, ასევე კეთდება იმუნოფერმენტულები, მორფოლოგიური სამსახურით ძალიან ძლიერია და ერთი კუთხით, რაც შეიძლება ჩვენ ეხლა მე დავემატე, ასე ვთქვათ, გენეტიკური დეპარტამენტის მიმართულებით, ვარ ოფიციალურად ჩავერთე როგორც გენეტიკური დეპარტამენტის მიმართულების ხელმძღვანელი, ხარისხთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩავერთეთ, საიდანაც დავამატებთ უკვე იმ ღრმა კვლევებს, რომლებიც უკვე ადამიანზე არ არის დამოკიდებული და იმ ბიოინფორმატიკული პროგრამით, ხელოვნური ინტელექტით და ყველა იმ თანამედროვე შესაიარაღებელი, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტით, რაც ჩვენ გვჭირდება ლაბორატორიული დიაგნოსტიკისთვის, ქალბატონი ნატალია ვიდგას ყველა და ის აპარატურა და ტექნოლოგია არის აბსოლუტურად თავსებადი ევროპულ ხარისხთან, რა თქმა უნდა და ჩვენ დავდებთ ისეთ შედეგს უკვე, რომელიც პროფესიონალებთან ერთად უტყუარი იქნება და სამიზნე იქნება, რა თქმა უნდა, ის, რომ საქართველოში რაც კი შეიძლება მიუღწეველი იყოს, რატომაც არა იყოს ჰემატოლოგიის და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტში ეს შედეგი იდოს, იმიტომ რომ ამჟამინდელი მდგომარეობითაც, როდესაც ზუსტად ეს სიახლე ჯერ დანერგვის პროცესში გვაქვს და დავიწყეთ ამაზე აქტიური მუშაობა, ისინი 1500-მდე პაციენტს რემისიამდე მიყავთ. ანუ კურნალობენ უშუალოდ ლეიკოზებიან პაციენტებს პოლიქიმიოთერაპიული უმაღლესი სტანდარტის კურსებით. კი ბატონო და ისევ თქვენთან მინდა კითხვა და შემდეგ ალბათონ ატოსთან გადავალ. აი რა ძირითადი დაავადებებია სტატისტიკურად სისხლის, რაზეც არის უფრო მეტი მოთხოვნები და მე მინდა ხაზგასმით ავნიშნო და ჩვენი მსმენელი და მაყურებელი გვისმენს და ძალიან ხშირად რატომღაც ქართული მედიცინის, ქართველი მედიცინის მუშაკების იგნორირება ხდება და პირდაპირ უცხოეთის მიმართ, როცა ჩვენ რიგი დარგები მართლაც არანაკლებად მაღალ დონეზე გვაქვს განვითარებული და მათ შორის არის სისხლის დაავადებების დიაგნოსტიკა და აი ეს მცირედით რომ გავშალოთ თქვენ უცხოეთშიც ბრძანდებოდით, გაქვთ საკმაოდ ისეთი გამოცდილება პროფესიული და ალბათ რომ ჩამოხვედით და შეაჯერეთ, ნახეთ რომ დღეს ტრანსფუზიოლოგიის და ჰემატოლოგიის ინსტიტუტი არ ჩამორჩება ნამდვილად არც ერთ თუ მისი თანასწორი არ არის და სისხლის დაავადებებზე აი სტატისტიკურად რა მომართვიანობაა და რაზე შეგიძლიათ რომ კარგი დიაგნოზი და სწორი დიაგნოზი მისცეთ პაციენტს. შემიძლია
სრული პასუხისმგებლობა გითხრათ, რომ ჰემატოლოგიის ძირითადად არ მხოლოდ ანემიები და მათი დიაგნოსტიკა, მთლიანად სრულად ისეთი ჰემატოლოგები არიან, რომ ეს არის მხოლოდ ადამიანის განწყობა და ნდობა, რომ დაუშვათ მე უცხოეთი მირჩევნია, ან უცხოეთში აუცილებელია, რომ ჩავიტაროთ იგივე მიმართულების დიაგნოსტიკა იქნება თუ მკურნალობა. თუმცა ჩვენი ჰემატოლოგიური სამსახურის პროფესორები, რომლებიც დიაგნოსტიკას აკეთებენ როგორც ანემიების, ასევე ლეიკოზების, ასევე ლიმფომების, ჩაშლილად მიელომების თუ რომელი კონკრეტული ნოზოლოგიის სიმსივნეც არის, სტანდარტულად მოწოდებულია მართვის შესაბამისი საფეხურები, რომელსაც მიუყვებით და შედეგიც დევს, რომ პაციენტები განკურნებულები არიან. ამიტომ ცალსახად გეტყვით, რომ ეს არის ადამიანის განწყობაზე და ინდივიდუალურ მიდგომაზე, რომ საქართველოში შეიძლება ვერ გაკეთდეს ისე, როგორც საჭიროა და ეს შეიძლება უცხოეთში უკეთესი იყოს. თუმცა არის ის ფანჯარა, რომლის დამადასტურებელი კუთხით გვჭირდება გარკვეული ნაწილის გაგზავნა საქართველოში, ან ჩართვა მათი ტელემედიცინის პრინციპით, თუნდაც იმ კვლევისა, რომელიც მათ გააკეთეს და ეს მაქსიმალურად უნდა აუხსნან როგორ გააკეთეს, ამიტომ აი მაგ ნაწილიდან ვიწყებთ უშუალოდ ჩართვას, რომ სადაც კი რამე შეიძლება გავიდეს საქართველოდან, პირიქით, აი ესეთ მაღალ პროფესიონალ გუნდთან კონდეს ზუსტად ის ლაბორატორიული აღჭურვილობა, რომ ჩვენ ეს ადგილზევე სრულად დიაგნოზის დასასმელად თუ რამე საჭირო არის დამატებით ყველაფერი გქონდეს საქართველოში. ძალიან ამომწურავი და სუყოფილი პასუხია. ქალბატონ ნატო, მოგეხსენებათ, რომ დონორის სისხლი რეციპიენტისთვის არის უცხო სხეული, მაგრამ იმისთვის არსებობს სწორედ სისხლის ბანკი, რომ ის ყველა ამ პროცესს არეგულირებდეს და უძლებდეს, ასე ვთქვათ, კონტროლს. ამ ხრივ როგორ არის თქვენი ბანკი წარმოდგენილი და დონორებთან თქვენი ურთიერთობა, მინდა რომ ვიცი, რომ განსაკუთრებულად აფასებთ და განსაკუთრებული მიდგომები გაქვთ მათთან, მაგრამ მაინც მინდა რომ თქვენი საუბროთ ამის შესახებ. ძალიან დიდი მადლობა. რაც შეეხება ყველა დონორთან ურთიერთობას, ინდივიდუალური მიდგომით ავართ, მაგრამ იქ არის შესაბამისი კითხვები, სადაც სრულყოფილად უნდა იყოს გაცემული პასუხი. ჩვენ არ გვაქვს უფლება, შეიძლება იყოს ძალიან დიდი მოთხოვნა და ინტერესი, რომ მან ჩააბაროს სისხლი, მაგრამ თუ ის კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, მაშინ არ გვაქვს არანაირი უფლება მათი სისხლი იყოს აღებული და დამზადებული. დამზადებული განსაკუთრებით იცით, რომ რამდენიმე ეტაპს გაივლის და რამდენიმე ბოლოს ამბობს თავის სიტყვას, მაგრამ ჩვენ დაცული პაციენტი, რომელსაც სისხლი ესხმება, ის უნდა იყოს ყველანაირად დაცული საერთოდ სისხლში და რაც ჩემი გამოცდილებიდან და საერთოდ მიმართულებით დაკვირვებებიდან ნახეთ, იშვიათი შემთხვევები, იშვიათი შეცდომები, წლებია უკვე ისტორია აქვს ჩვენ ბანკს, და ეს იყო ცენტრალიზებული სისხლის პირველი სადგური, რომელიც გაიყო ჰემატოლოგია და ისე მოხდაო უფლებრივადაც, რომ ეს ორი დარგი მაინც ერთი დაქვემდებარების ქვეშ ერთი სხეული რეალურად ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელი. ყველაზე პირველი რაც კი ისტორიიდან გამომდინარე მივიღე პირველი გადაწყვეტილება, ეს იყო ამაყად შემიძლია თქვა, რომ ის პირველი წამოწყება, ის მთელი ისტორია, ის თავისი მთელი ეს მონაგარი 1932 წლიდან დაბრუნებული ხო და ყოფილიყო ზუსტად იმ ღირსეული ადამიანის მუხაცის სახელობის და ეს სისხლისა და ჰემატოლოგიის ტრანსფუზიოლოგიის გუნდურმა კვლევებმა ყველა ჩვენ არ აქვს მარტო პაციენტთან მიდგომა, ჩვენ იმ ადამიანებთან ურთიერთობაში მე მისი მდგომარეობა აქვე მინდა ამაყივარ რამდენიმე თხნის წინ ზაფხული იყო სხვათა შორის პროფესორი მანანა ღირდალაძეს ჩვენი პაციენტი მათივე კოლოგა ზესტაფონიდან 20 წლიანი პაციენტი, როცა მოვიდა და ჩვენ რაღაც დიდია ისეთი ცოტა რო გავიხედეთ ოთახში, იყო ცოტა ხმაურიანი, კარგი გაგებით, ეს იყო ის მადლიერების ხდომამოსული პაციენტი, რომელიც 20 წელი ქალბატონ მანანა ღირდალაძესთან კურნალობდა, ეს ამით იმის თქვა მინდა, რომ ადამიანები, რომელიც ჩვენი ღირსეული ადამიანები, პროფესორები, დამსახურებული, რათა მარტო არ ზრუნავენ, რომ დღეს მათმა კანმა გენადი უპატივცემული იოსება, რომელიც მინდა რომ ეს დარგები, რომელმაც ქალბატონმა თამუნა მახსენა, ზუსტად სიახლეებით სისხლსა და ჰემატოლოგია ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის სრული დამსახურება და ჩვენ როდესაც ახალი ქვეყანა, რომელიც ნელ-ნელა მივდივართ და მივდივართ ყველა სიახლეების წინ. დღეს
როგორც არასოდეს ავიღე თემად და ყველაფერს ვცდილობ ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში სამედიცინო დარგში, სამედიცინო თუმცა არასამედიცინო დარგშიც თქვენ ძალიან აქტიურად ხართ წარმოდგენილი და რაღაცნაირად მაინც ჯანმრთელობასთან და ჯანსაღი ცხოვრების თემასთან ასოცირდება სწორედ ტბის თემაც, ხო? მაგაცაც მინდა რომ ორიოდე სიტყვა თქვა. ყველა კითხვაზე მზად ვარ და მადლობა ყველაფრისთვის, განსაკუთრებით სამედიცინო ტურიზმი. სამედიცინო ტურიზმის კუთხით, სადაც პროექტები მე წარმოვადგენ, როგორც თბილისში გდანის მივესალმებით, გდანის თეთრი ტბა, რომელსაც მე ვუწოდე თვითონ ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, თორე დიდი ტბა, ყველაზე დიდი ტბა და გდანელებისთვის ყველაზე კარგი საყვარელი ადგილი ბათუმში, სამტრედიაში, რომელიც ეხლა ლოკაციულად ქმნი ისეთ წერეს, რომ სამედიცინო ტურიზმი ჩართო იმ თემასთან დაუკავშირო ჩვენი კარგი გამოცდილება ძალიან დიდ თავი ძალისხმევას არ ვიშურებ, რომ ნამდვილად ჩვენთან არიან საქართველოში დამსახურებული ექიმები, მარც ნამდვილად ბევრს სჭირდება წარდგენა დამსახურება და ძალიან ამაყი ვარ, როცა მე ჩემო ცხოველ კოლეგებს ხვდები და მათ წარმატებებზე ვესაუბრები და მათ პერსონალურად ვეუბნები იმას, რომ არანაკლები მთავარია ჩვენ ადამიანებაში დობა ექიმისადმი გავაძლიეროთ. რაც შეეხება თქვენ დასმულს კითხავს, ტბასთან დაკავშირებით იცით, თქვენ წლებია მოვდივართ, იცით მართლა სამშენებლო დღესაც მიმდინარეობს სამშენებლო ნარჩენების ადგილად იყო წლების იმის კადრები, სატელევიზიო კადრები არსებობს, როდესაც 2008 წელს დავიწყებ მათი პირველი რაც არის გაწმენდა და დასუფთავება მიმდებარე ტერიტორიების წყლიდან 1120 მანქანიდან დანარჩენებიდან სამშენებლო ნარჩენების ამოღება კადრები და დიდი მადლობა იმ ტელევიზიებს, როცა ცოტა სირთულეები რაღაც შეიქმნა, ყველამ კადრები მომაწოდა. მე ბიზნესმენი მე არ შემიძლია ჩემ თავზე ვილაპარაკო, არ შემიძლია ხმამაღლა გამოვხატო ვინმეს წინააღმდეგ. პირიქით მადლობა მინდა აქედან თქვენი ეთერით გადავხადო გლდანის იმ მოსახლეობას, იმ პატარადან დაწყებული დიდის გროდესაც გაერთიანა და ტბას წყალს სირთულე შეექმნა, ყველამ ერთად გაერთიანებულად შეინარჩუნეს და დღეს წყლის გადარჩენა და წყლით შევსებით მერიასთან ერთად აი ეს თემას, მაგრამ თქვენ იცით რომ მე ეს კომპლექსიდან გამომდინარე წყლის ფსკერთან თქვენი ტელევიზიით მინდა გამამშრალო და უთხრა ყველა ადამიანს რომ აბსოლუტურად წყალს ფსკერთან დაკავშირებით, რომელიც მე კეთილსინდისიერად შევიძინე და კომპლექსი და განაშენიანების გეგმაც არსებობს ტბის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, საჭიროებიდან გამომდინარე, თუ გიც შეღობა რომელიც წლები არ მქონდა შემოღობილი, მაგრამ ესეც როდესაც დაზიანდება პირველ წლიდან ზიანდებოდა ეს ნარგავები, რომელიც აბსოლუტურად ჩემივე ხელით მაქვს განაშენიანებული, აქედან გამომდინარე, სადაც მინდა ყველაზე დიდი სულად 2-4 პროექტით შევედით და მერიაში დღესაც ჩემი განცხადებებთან არქიტექტორებთან, წამყვან არქიტექტორებთან ერთად დგას ის პროექტები, რომელიც მოცული იყო საზოგადოებრივი ტურისტული ზონად, საცხოვრებლად სპორტული საზოგადოებრივი და გასართობ ცენტრებად, დასახლების იმ მინი დასახლებად, რომელიც აბსოლუტურად იმ ადგილს ლანდშაფტს, როგორც ყველა ჩვენს მიმდებარე ტერიტორიად განაშენიანებული არის. მე არასდროს არ ვამბობ იმას, რომ ეს ტბა იყო მანამდე არსებობდა, იყო მანამდე სპორტსმენი ვარ და მე მაგის ირგვლივ და სპორტულად მე და ქალბატონ მაია აზარაშვილს გვიხდებოდა სხვადასხვა ბოლოს ისეთი სურვილი ჰქონდა, რომ ფედერაციის ფედერაცია, რომელიც ძალიან წამყვანია და ქალბატონ მაია აზარაშვილი კარგად უძღვება ამ თემას, რომ შემუშავებული ტბის ირგვლივ სარბენი ბილიკები ყოფილიყო და საერთაშორისო სტანდარტების აბსოლუტურად ჯანსაღი რეკრეაციული ცენტრი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. 47 წუთი უკვე პირდაპირ ეთერში ვართ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ეს არის რაღაცნაირად ეთერის ის, რომ სწრაფად გადის დრო, მაგრამ ჩვენ რეალურად ყველა თემას პრინციპში რაც შესაძლებელი არის, რომ ამ ფორმატის ფარგლებში შევეხეთ. ძალიან დიდი მადლობა. პირველ ყოვლისა ქალბატონ ნატალია კვანტალიანს, მას მადლობა არა მხოლოდ გადაცემაში მობრძანებისათვის, არამედ მას მადლობა და ვფიქრობ, რომ სრულიად საქართველოს სახელითაც შესაძლებელია და აუცილებელი ამ მადლობის გადახდა იმისათვის, რომ ჰემატოლოგიის ინსტიტუტი შეუნარჩუნა ქართველ ერს და სრულიად ქართულ მედიცინას, ხო? ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტმა რომ
იმ ძნელბედობის ჟამს არ შეწყვიტა ფუნქციონირება, არ დაკარგა ის მაღალი სტანდარტი და ნიშა და პირიქით განავითარა და სისხლის ბანკის შეივსო და გამდიდრდა. ამისთვის ქალბატონ ნატალია კვანტალიანს ძალიან დიდი მადლობა და დამსახურება და ეს არ შეიძლება მხოლოდ ჯილდოთი გამოიხატოს, უბრალოდ ეს რაღაცნაირად მაინც ქალბატონები ვართ და სიმბოლური გამოხატულება არის ჩვენი ურთიერთობის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა რომ აქ მობრძანდით. მადლობა ქალბატონ ნატალია კვანტალიანს ასევე განსაკუთრებული ჩართულობისათვის ინკლუზიური და შეშემო ბავშვების მხარდაჭერის საქმეში და მე როგორც უფლებადამცველი მინდა პერსონალური მადლობა გადავუხადო მას და როგორც მშობელი აუტისტის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმ კარგი კეთილი საქმეებისთვის ჯანდაცვაში, რასაც ის ახორციელებს და არა მხოლოდ ჯანდაცვაში. ქალბატონ თამარ, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისათვის. მე დარწმუნებული ვარ, თქვენი სახით ძალიან გამოცდილი და პროფესიონალი ექიმი შეიძინა და ამით არის მუხაძის სახელობის ეს სკოლა ცნობილი, რომ ყოველთვის ჯერ კიდევ რომ გადავავლე თვალი გრიგოლ მუხაძის სამუშაო ცხოვრებაც რაღაცნაირად ესე ვითარდებოდა, გაზარდა ის თაობა, შემდეგ უკვე ისინი ითვლებიან ძველი კონსერვატორული გამოცდილი სკოლის ფუძემდებლებად და თქვენ უკვე ახალგაზრდა თაობა, ახალ სისხლს გადაუსხამთ მას და სისხლიც ხო იცით, აი ყველგან ახალი სისხლი არის საჭირო კომპონენტი. წარმატებებს გისურვებთ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ბედნიერ შობა ახალ წელს. მადლობა მსმენელს და მაყურებელს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღეს ექიმის Times-ის ფორმატში თქვენთან ერთად მუშაობდა ეკა სეხნიაშვილი, გადაცემის სტუმრები ქალბატონი ნატალია კვანტალიანი, სისხლის ბანკისა და ჰემატოლოგისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის დამფუძნებელი ბიზნეს ქალბატონი, მას ჯილდოც გადაეცა სისხლის ბანკის განვითარებისთვის, ხოლო ქალბატონ თამარ ნიკურაძეს ექიმი გენეტიკოსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ონკოგენეტიკოსი და ინსტიტუტის ახლად შეძენილი ძლიერი კადრი, რაც მთავარია, ასე რომ გვეიმედვე მოდევს ამ ხალხის, მე ჯანმრთელობას გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა.